ცეკვა ადამიანის განყოფილი ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს სად ვართ, ქუჩაში, ქორწილში, სცენაზე თუ ჩვენთვის სახლში. მელოდიას ჩვენი სხეული ინსტინქტურად თან აჰყვება. ზოგჯერ არ გამოგვდის, ზოგჯერ კი ისეთი კარგია, რომ სოციალურ ქსელში ატვირთვასაც არ გავურბივართ. ხელოვნების ამ შემოქმედებამ საუკუნეებს გაუსლო, მაგრამ დღეს მაინც ხშირად გავიგორებ კითხვას. რამდენად აინტერესებს ჯენზის ცეკვა? ბავშვობაში თითქმის ყველას გაგვიტარებია 1, 2 ან რამდენიმე წელი ცეკვის სტუდიაში, ზოგი იძულებით დავდიოდით. ზოგიერთთვის ეს ერთგვარ ჰობად იქცა, თუმცა აღმოჩნდა გამონაკლისები, რომლებმაც ცეკვას მთელი ცხოვრება დაუკავშირეს. და რა არის ცეკვა? თუ არა გრძნობების სხეულით გადმოცემის უნარი, რომელიც ერთი პატარა გოგოს ან ბიჭის უკან იმალება. წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, ამისთვის გრძელი გზა უნდა გავიაროთ. თუმცა მანამდე უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ და რა გვსურს ჩვენ. დღევანდელ ჩვენს რეპორტაჟში გავიცნობთ გოგოს, რომელსაც მთელი ცხოვრება ცეკვას დაუკავშირა. ეს ლიზია, 22 წლის სტუდენტი, რომელსაც არასდროს წარმოედგია, რომ ცეკვა და მისი ცხოვრება სამუდამოდ დაკავშირებული იქნებოდნენ. 2023 წელს ჩემმა და ქალმა დაინახა, რომ მეორე და ქალი შევიდა ცეკვაზე და ჩვენ შევიდეთო, წინ რა გვიდგასო, ძალიან საინტერესო და კარგი იქნებაო და მე ვიყავი ისეთი წინააღმდეგი, რომ 2 თვე მოუწია ჩემთვის ხბეწნად. სტერეოტიპი, რომ პროფესია ბავშვობიდანვე უნდა აირჩიო, ლიზის შემთხვევაში დაიმსხვრა. მაყურებლისათვის მთავარი კითხვა მაინც ერთია, ვინ არის ლიზი სადუნიშვილი? ვარ ფსიქოლოგიის სტუდენტი, ამჟამად ვემზადები სამაგისტრო გამოცდებისთვის, რომ შემდეგ გავაგრძელო იურიდიულ ფსიქოლოგიაზე სწავლა და ამავდროულად ვასწავლი კერძო საბავშვო ბაღში და ვარ მასწავლებელი პრესკოლის. როდესაც ვამბობ, რომ თან ცეკვავ, თან სწავლობ და თან ვმუშაობ, ყოველთვის ეს წარმოუდგენელია და გონიათ, რომ დრო არაფრისთვის არ რჩება და რეალურად არაფრისთვის არ რჩება დრო. ბავშვობაში საკუთარი თავი ალბათ ყველა სხვანაირი წარმოგვედგინა. ასაკთან ერთად ივიგეთ, რომ ცხოვრება გაცილებით სხვა დღეებს გვიწყობს. სული დასაჯერებელიც იქნება პატარა ლიზის, რომ ეს ყველაფერი მოვუყვით. მთელი ბავშვობა მეგონა, რომ ძალიან უზარდელი და ლაღი ცხოვრება მექნებოდა და მართლა პრინცესასავით ვიცხოვრებდი. მთელისგან ძრევა არ დამჭირდებოდა. სულ მეგონა, რომ იქნებოდი დეტექტივი ამავდროულად და ფილმებში როა ისეთი დრამატული ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ ასე თუ სამად გაყოფა და გახლეჩვა მომიწევდა და დღეს სადაც ვარ იქნებოდი, ნამდვილად არასდროს არ მომიდგენია. კარგად რომ ვიცეკოთ, ამისთვის მისი შეგრძნებაა საჭირო. ყველა მოცეკვავე თავისებურად აღიქვამს ცეკვას, რასაც უკვე მათი სხეულის სცენაზე გვაჩვენებს. ჩემთვის ცეკვა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და ჩემი მასწავლებლის კარინაც ყოველთვის გვეუბნება, რომ ცეკვით შეიძლება ისეთი რაღაცა გადმოსცე, რასაც სიტყვებით შეიძლება ვერ ამბობდე. და პარკეტზე რო პირველ ნაბიჯს გავდა მუსიკა რო გესმის, სულ სხვა სამყაროში გადადიხარ. გაქვს იმის საშუალება, რომ შენი ემოცია სუფთად და ლამაზად გამოხატოს სიტყვების და სხვა რაღაცების და გარეშე ეს არის რაღაც წარმოუდგენელი. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მარტივი არ არის. სრულყოფილების მიღწევამდე ბევრი რთული გზა გველოდება. არც ლიზია გამონაკლისი, როცა ის პირველ ნაბიჯებს იხსენებს, ხვდება უკვე როგორ განვითარდა. აი, რო ჩავიცვი ეს კაბა და მეწყო რაღაცა, აი ფილმებში რო ტრანსფორმაციას გატიან და ხან მაკიაჟს უკეთებენ, ხან თმას, ძალიან ნერვიულობდი ყველაფერი. ტირილი დავიწყე და ვთქვი, რომ აი, ჩემით მე მაკიაჟს ვერ გავიკეთებ და არ გავიკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდი და როდესაც თმად ჩემმა მეგობარმა გამიკეთა, მაკიაჟით ჩემმა სხვა მეგობარმა გამიკეთა, რო ჩავიხედე სარკეში, აი, სარკეს ვერ ვშორდებოდი. როდესაც ცეკვა მართლა გიყვარს, სტუდიაში სიარულის სიამოვნებად იქცევა. იქ მყოფი ხალხი კი შენი მეორე ოჯახი ხდება. დრო იმაზე მალე გადის, ვიდრე სხვა დღეებში, მეტიც, როდესაც არ ცეკვა, ის დღე მოსაწყენი და უბრალოა. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, თუ რა ხდება ამ კარს მიიღო, სადაც შესვლა აკრძალვეთ, თუმცა დღეს სწორედ თქვენთვის შევათავ ნახავთ რა ხდება რეპეტიციის დროს.